ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მათ შორის ჟურნალისტებს ქართულ მედიას გქონდეს წარმოდგენა რა ფაზაში ვართ ახლა. იმიტომ რომ სერიოზული გადაწყვეტილებების წინაშე აღმოჩნდა ჟურნალისტური საზოგადოება, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა ხალხს მიეწოდოს ინფორმაცია და მიეწოდოს კრიტიკული აზრი. ეს ხო მარტო ინფორმაციის გავრცელება არ არის, ეს არის რესურსი, შესაძლებლობა ადამიანებმა მოისმინოს შეფასება. მიღებული ცვლილებები კანონში მთლიანად ატრიალებს იმ მრავალწლიან ტრადიციას, რომელიც ძალიან დიდი წვალებით ნელ-ნელა ყალიბდებოდა და რაღაც გარკვეული სამართლებრივი ჩარჩო მოიტანა ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, მათ შორის ქართული მედიის ფუნქციონირების. ქართული მედია რო უნაკლოვერ იქნებოდა და უნივერსალური, ეს გასაგებია, იმიტომ რომ იმის თანამდგომარეობაში გვიწევს მუშაობა სულ გადარჩენის პროცესში ვართ. ხარისხის გაუმჯობესებაზე ლაპარაკი არათუ საჭირო აუცილებელიც არის, დადგება ამის დროც და საჭიროებაც არსებობს, არც ახლა არის ამის უადგილობა. უბრალოდ ახლა ჩვენ ვსაუბრობთ თავისუფალი სიტყვის გადარჩენას, ფიზიკურ მათ შორის გადარჩენაზეც. მაგრამ თქვენგან მაინც გვაინტერესებს, როგორც ქართული კონსტიტუციის კარგი მცოდნეს, ერთ-ერთ თანაავტორს თავის დროზე უზარმაზარი გამოცდილების მქონეს საპარლამენტოს, რაც ამათმა გააკეთეს და ახლა რისი მეშვეობითაც ცდილობენ ჭყალებში რეგულირებას ქართული ტელევიზიების, ეს რამდენად კონსტიტუციურია? რა გზას უნდა მიმართოს ან ტელევიზიებმა, ან შესაბამის უფლებამოსილების სუბიექტებმა, რომ თავი დავიცვათ და გადავირჩინოთ. ამ საკითხზე ბევრი რამის თქმა შეიძლება. მაგრამ მე ვითვალისწინებ, ასე ვთქვათ, იმას, რომ საეთერო დრო არ არის განუსაზღვრელი. ამიტომ თავარი თქვა და სხვა დროს მე კიდევ დავუბრუნდეთ, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თავისთავად თითქოს არაფერია ცუდი იმაში, სადაც რომ ჩაწერეს, რომ ახალ ამბებში კაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული ერთი მეორისაგან ფაქტი და მოსაზრება. თითქოს რა არის ამაში სახიფათო. მაგრამ სახიფათოა. იმიტომ რომ რასაც ახლა ვიტყვი მე, ეს ფაქტია თუ მოსაზრება, ვიღაცის მიერ, ამ შემთხვევაში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოხდება ამის შეფასება. მაგალითად, მე როცა ვამბობ, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის არალეგიტიმური, და ეს პრეტენზია უკვე წამოვიდა საჩივარში. ჩემთვის ეს არის ფაქტი. და მე ეს ფაქტი, ეს რომ ფაქტია, დამისაბუთებია იმ მოქმედებებით, იმ გადაწყვეტილებებით და მარტო არჩევნების არალეგიტიმურობა არ მაქვს ხედულობაში. როდის შეიკრიბა პარლამენტი, როგორ შეიკრიბა პარლამენტი, როგორ წნეს თავისი უფლებამოსილება, რომ ეს კანონის დარღვევით იყო გაკეთებული, რომ აი ეს ამიტომ ჩემთვის არალეგიტიმურობა არის ფაქტი. ახლა მე ამის გამო ჯერჯერობით პასუხს არ ვთხოვე. მაგრამ თქვენ თუ იტყვით, აი ახლა კომუნიკაციების კომისია რას მიიღებს გადაწყვეტილებას? მათ ხო აღსრულების პრობლემა ცალკე დგას და რატომ დგას ეს პრობლემა ამასაც გეტყვით. მაგრამ თუ თქვენ იტყვით არალეგიტიმური ხელისუფლება, ან არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური პრეზიდენტი, თქვენ დაგაჯარიმებენ ჟურნალისტს, თქვენ წამყვანს. თუ ეს არ იქნა თქმული თქვენ საავტორო გადაცემაში. მაუწყებელს. ხო. ახლა პრობლემა სადა რა არის აქ? კონსტიტუცია ამბობს, რომ საქართველოს არის სამართლებრივი სახელმწიფო. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო დაკმაყოფილებდეს იმ პირობებს, რომლებიც აქვს დაყენებული სამართლებრივ სახელმწიფოს. ერთ-ერთი ამ პირობათაგანი გახლავთ კანონის გამჭვირვალობა, კანონის განჭვრეტადობა. აი, როცა მე წავიკითხე ფაქტისა და მოსაზრების კაფიო გამიჯვნა უნდა იყოსო და მეორე ნორმა იყო კიდევ იქა ახალამბებსა და საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ბალანსი. ეხლა ამ ორზე გეტყვით. ეხლა ამის ინტერპრეტაცია როგორი იქნება? აქ ბალანსი რას ნიშნავს? იმენ უნდა გადაწყვეტოს. ვერ იტყვით. აქედან არ ჩანს. აი მაგალითად, თქვენ მოიწვიეთ გადაცემაში პარლამენტის მიერ მიღებული რაღაც გადაწყვეტილების გამო, შეიძლება კანონის გამო, მოიწვიეთ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. ერთი პარტიის, ორი პარტიის არ აქვს მნიშვნელობა.
და არ მოიწვიეთ საპარლამენტო უმრავლესობის წარმოუდგენელი. ამაზე შეუძლიათ გითხრათ თქვენ დაარღვიეთ ბალანსი. მაგრამ თუ თქვენ მოიწვიეთ და ის არ მოვიდა სად ჩანს ამ ნორმიდან, რომ ამ შემთხვევაში თქვენ ბალანსი არ დაგირღვევიათ. ბალანსი დაარღვია მან, ვინც არ მოვიდა. მაგრამ ბოიკოტს უცხადებს ტელევიზიებს და მაგრამ რასაკვირველია, მაგრამ ამის ინტერპრეტაციას ვინ გააკეთებს? კომუნიკაციების ეროვნული კომისია. ამიტომ მე არაერთი გადაწყვეტილება მინდა შემიძლია დაგისახელოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელსაც ნორმა არაკონსტიტუციურად, კანონის ნორმა არაკონსტიტუციურად უცნია იმის გამო, რომ ის ვერ აკმაყოფილებდა განჭვრეტადობის პრინციპს. აი აქ შეიძლება რომ ეს ცვლილებები საკონსტიტუციო დავის საფუძველი იყოს. რასაკვირველია, შეიძლება. მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის კონსტიტუციურად დაცული ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტური უფლებასთან. ეს კიდევ ახლა მეორე მომენტია. ახლა ნახოთ. აი რაც თქვენ მოგთხოვეს, რაც მე ტელევიზიაში მოვისმინე, რომ აი ამ ტერმინების გამოყენებისთვის გიჩივია. ახლა აქ დგება საკითხი პირველი ესეთი განხილვადი. რა არის გამოხატვის თავისუფლება? და რა შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. კონსტიტუციაში წერია სამწუხაროდ ფორმულა არ წამომიღია, რაც არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში და რაღაც აი ესეთი სიტყვები წერია. ეს სიტყვები რას ნიშნავს? ეს განმარტებული აქვს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს. ამიტომ აქ რამის გამოგონებაც კი არ გვჭირდება. საკმარისია ავიღოთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები და ვნახოთ გამოხატვის თავისუფლებაში რა შედის და რა შეიძლება შეიზღუდოს. მაგალითად, უხამსობა შეიძლება შეიზღუდოს. ნუ ჩვენ შემთხვევაში ამ უხამსობის განმარტებებიც გაჩნდა უკვე და მაგხრივ მეტნაკლებად ციცხადია შედარებით. ხო, თუმცა გეტყვით რომ მე ხა ზუსტად არ მახსოვს რომელი წელი იყო, მე მგონი ეს იყო 2013 ან 2014, არა 2017 ან 2018. მოკლედ ის პერიოდია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე იყო თალაკვაძე. მაშინ მოაწყეს რაღაც ესეთი ფართო განხილვა საარჩევნო კოდექსში შესატანით ცვლილებებისა. და მეც მონაწილეობდი ამაში, მაშინ პარლამენტის წევრი არ გახლდით, შენების მოძრაობის სახელით მონაწილეობდი და იქ დასვეს საკითხი, რომ ჩაეწერათ აკრძალვა სიძულვილის ენის გამოყენებისა და ამისათვის დაეწესებინათ სანქციები. და თქვენ ჩემ ლექსიკას ასე თუ ისე იცნობთ და მე მგონი ვერავინ იტყვის ჩემზე რომ მე ვიყენებ სიძულვილის ენას ან უხამს გამონათქვამებს. ისე არ ცხოვრებაში მახასიათებს მაგის გამოყენება. მე გამოვედი კატეგორიული წინააღმდეგი ამისი და რატო? და შევეცადე იქ დამესაბუთებინა რომ არაერთი ეპითეტი, არაერთი სიტყვა სხვადასხვანაირად აღიქმება ხოლმე სხვადასხვა ადამიანის მიერ და სხვადასხვა კონტექსტში, ბატონო. კონტექსტი აღარაფერს უბრალოდ ცალკე სიტყვას ვაკეთებ. ძალიან სუბიექტური შეფასების ნაწილი. რასაკვირველია, არა, კონტექსტიდან გამომდინარე უკვე შესაძლებელია მეტნაკლებად ობიექტური დასკვნა გაკეთდეს, მაგრამ კონტექსტის გარეშე თუ ავიღებ, მაგალითად, არალეგიტიმური ხელისუფლება. კონტექსტი მეტი აღარაფერი ვთქვა. არის ეს შეურაცხყოფელი თუ არ არის შეურაცხყოფელი? თუ ამის საფუძველი არსებობს, ან თუნდაც ეჭვები თუ არსებობს, მაშინ ეს პოლიტიკური პატიმარი. პოლიტიკური პატიმარი. მაპატიეთ, მაგრამ მაშინ აიღო ლექსიკონი, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი და წაშალონ სიტყვები, რომელთა გამოყენებასაც აგვიგრძალავენ. ხო, აქ თავარი მაინც მეგონი მათ შორის ის არის, რომ ფაქტთან დაკავშირებით იმ მასშტაბის ნამდვილობაა, იმიტომ რომ იგივე პოლიტპატიმართან დაკავშირებით, მაგალითად, იმ გაერთიანება, რომლის კანდიდატი ჩვენ ვართ და არაერთი კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფო ვართ, იქ რეზოლუციაში წერია, რომ პოლიტპატიმრები არიან. მაგრამ ისინი ხო ცუდები არიან, ჩაწევს და ტყუილებს წერენ. მაგრამ ალტერნატიული აპელირება დაჭირდებათ ამ შემთხვევაში ვინ? მაშინ ნარიშკინი და რუსეთის დუმა არის ავტორიტეტი. მე ამ შემთხვევაში უფრო მარტივად ვუდგა. ყველაზე მეტად ვენდობი ამ შემთხვევაში საკუთარ თავს იმ საკითხებში, რაც ვიცი რომ ნამდვილად ასეა.
რამდენიც გინდა ავტორიტეტები მომიყვანო და მითხრან რომ 2x2 არის 7, მე იმ ავტორიტეტებს ვერ დავუჭერებ. ბატონო, აი მე რას გითხარით არალეგიტიმურ პარლამენტზე. ჩემთვის ეს არის ფაქტი. აი ისევე როგორც 2x2 არის 4. გამიგეთ? ამიტომ ამის გაკეთება სხვათა შორის მაშინ მოახერხე და დავარწმუნე და არ შეიტანეს ეს ნორმა მაშინ კანონში. იმის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიერა და ახლა უკვე წყლის ნაცვლად მოდის ნიაღვარი ბატონო ვახტანგ. აშკარად ხდება რომელიც ქვეყანას მიაქანებს სრული ავტორიტეტი. ახლა უყურეს გამოხატვის თავისუფლება შეფასებების გარეშე უბრალოდ არ არსებობს. მე როცა მაქვს, მე რაღაცას რომ ვამბობ რაიმე აზრს, მე გამოვხატავ ჩემ დამოკიდებულებას, ჩემ შეფასებას, ამა თუ იმ მოვლენის გამო, ამა თუ იმ საკითხის გამო. ეს არის ჩემი გამოხატვის თავისუფლება და ამის შეზღუდვა არ შეიძლება.